ჩვენი გადაცემის სტუმარია კარგი მომღერალი, კარგი პოეტი, კარგი კომპოზიტორი, კარგი მხატვარი, ლეგენდარული ანსამბლ VIA 75-ის წევრი, ლეგენდარული ნუგზარ ერგემლიძე. მოგესალმებით, ნუგზარ ბატონო და ამეტანია ხო. პირველ რიგში გილოცავთ, რა თქმა უნდა, 70 წლის იუბილეს. მადლობა, წამოვდექი რომ შემიძლია. აბა მითხარით ახლა თქვენს რეგალიებს რამე ხომ არ დავაკელი, რაც ჩამოვთვალე, ხომ არ გამომრჩა რამე. არა ხო? ნუ რა ვიცი ახლა, არ მახსოვს. კარგია, უკვე იმდენია რომ შეიძლება არ გახსოვდეთ. ამის თავისუფლების მიცემა შეგიძლიათ ამის კიდევ ყველაფრის. მწერალთა კავშირის წევრი ვარ და. აჰა, კი ბატონო, ჩავამატებ ახლა. ლექსებს ხოლ წერ და. კი, პოეტი თქვი სხვათა შორის. კიდე პროზასაც. პროზასაც, ესე იგი მწერალი. იბერიკაშვილი ამბობდა ცხონებული. პოეტების დაგინება ხო იცი როგორია, პროზიშვილი ვიყო. და კიდე არის ისა დოდარდუმბაძეს მიაწერე. პროზაზე გადავედი, ჩემონოდა რომ უკვე პროზაზე და კიო შენ ლექსებს ეთყობოდო. რო გადახვიდოდიო, ხო ადრე რაღაცა მაგრაერი მჭირს. სხვათა შორის მოდა სიმღერისკენ რომ წავიდეთ ახლა. აი თქვენი ლეგენდარული სიმღერა თუ კი გესიზმრები, ყველა დამწყები, აი გიტარას ვინც ეუფლება, აუცილებლად იცის ესე და ყველა იწყებს თქვენი სიმღერით. მეც მათ შორის მეც ჩემ მოსწავლეებს ვაწყებინებდი იმდენად მარტივად კარგად ისწავლება ამ სიმღერიდან გამომდინარე, რომ მე არ ვიცი გიტარის მასწავლებელი რომ ამ სიმღერით არ იწყებდა და ხვიჩა აგერ კაცო კლასიკური მაგალითი. მეუბნება რომ 7000 ლარი მაქვს შენი ვალიო. და მიგროვებს ყველას მაგით აწყები. ესე ნელ-ნელა რომ გადაგიხადოთ არ შეიძლება? ხო, ნუ მაგის იმედი არ მაქვს და ერთხელ ეგება გამდიდრდეს. ერთ-ერთი სიმღერა არის ესეთი ცხოვრება კინოა. ჩემთვის მაგალითად ჩემ ცხოვრებას შევადარებდი კინოფილმს სამი ჩითისკაბა და ერთი შარვალი. თქვენ რომელ ფილმს შეადარებდით თქვენ ცხოვრებას? ბონი. თქვენ რომელ ფილმს შეადარებდით თქვენ ცხოვრებას? კაკარგული საბოთხე. კარგი. გადასარევია, 70 წლის გავხდი და 64 უკან დარჩა მე მგონი. არა, წინ არის ყველა. შენ იმ 64-ზე ნომეულები ხარ. აბა სხვა 64 არ ვიცი. ახალგაზრდობაა 64. ეგეც მართალია, გეთანხმებით და ისე თქვენი აი ერთ-ერთი კიდევ ერთი და გამორჩეული სიმღერა მე მაოცებენ ლამპიონები. იმდენად პოპულარულია რომ აი იმ ფრაზის მერე ყველა იწყებს სიმღერას. რომელი ფრაზი? რომელი ფრაზი და კარგად იცი ახლა რომელი ფრაზი? რომელი? ახლა მართლა არ გეშინია რომ გავბრაზდე? არა. მე მაოცებენ ლამპიონები. აი ასე დღეში ვარ რა. ნუგზარ ბატონო, თქვენ დაამთავრეთ ახლა სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტი და ჩვენი სტუდია როგორ მოგწონთ? ძალიან კარგია. ეკლექტურია რაღაცა. აქ სიხარ რომელიმე ფარაონის ბოძების ან რომაელი, უფრო ფარაონს მაგონე. მართლა ხო? გადასა. ფარაონი ხო იცი რა არის? ონში რო ფულს მოგცემენ კონცერტში ფარაონი. მე კიდე შევიფერე, უკვე შევედი როლში და ესე იგი მოგწონთ ჩვენი სტუდია. განსაკუთრებით ლამპიონები. გაოცებენ ლამპიონები ჩვენი. კი ბატონო, ამ დიზაინის თემა რომ განვაგრძოთ, რაღაცა საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას ხომ არ აპირებთ? კარგი იდეა მაქვს ერთი სათაური. არა, მაგი ავთანდულს დაიბარებთ. არა და ანტარიელს. არა, უყურე, როგორ შეიძლება თქვენი სახელის გამოუყენებლობა? ნუგზარა. როგორია? აგარია. ნუგზარა კარგია, მაგრამ თავი არ იყოს ნუგზარალი. კი ბატონო. ნუ გუჩი შეიძლება, ნუ გუჩი.
ნუგზუჩი. ნუგზუჩი ვეზუჩი. ისე პარლამენტის წევრიც იყავით, კარგად გვახსოვს და მე თუნდაც მახსოვს. ხო? და ისე მაშინდელი პარლამენტის მუშაობას როგორ დაახასიათებდით ორი სიტყვით? ესე იგი ორი სიტყვა რთულია, მაგრამ არ იქნება თქვენ არ შემერგო პარლამენტის წევრობა, ყველა კარებთან სასტვენით ხვდებოდნენ. მაშინაც იყო მიტინგები ხო იყოდ? მაშინაც. მაშინ იყო თუ იყო. თქვენს მაშინდელ მუშაობას აი თქვენივე რომელ სიმღერას შეადარებდით? ისე რა. ბატონო ნუგზარ, თქვენთვის ახლა რომელი უფრო კომფორტულია? პარლამენტში ჯდომა თუ სიმღერების შექმნა? იქ კუთხე მქონდა და ლექსებს წერდი ხოლმე კომპიუტერში. პარლამენტში. პატარა კაბინეტი მქონდა, როგორც ლეიბორისტებიდან და კაპიტალისტებს დიდი ქონდა. შრომელი ხო იცი. კი ბატონო. ისე შრომა ხალხს გონია მანდაბაც აქ უნდა ქონდეს მაზოლები. გიტარისტებს აქ აქვთ ხოლმე. კი ბატონო. და აქ. ეგეც არის. ხო, მაგრამ თავარი ის არის, რომ გულით გეტყვი, რომ სიმღერის წერა ჯობია. თქვენ გაიხარეთ. გადასარევი ამბავია. ბატონო ნუგზარ, ბათუმში მიბრძანდებით თქვენ ახლა მალე და რა მაინტერესებს იცით რამე? პატარა ადგილი თუ გაქვთ, აი ჭიქის ჩასადები ადგილი მაინც, აი ერთი ბიჭი რომ გამოგაყოლოთ ბათუმში. არ შეგიშინ, ძალიან პატარა აგერა გყავს. სიძე ერთია და თვითონ ბათუმელი სხვათა შორის ახლა დავაკვირდით. აგერა ამიკო კაცო. ამიკო მიო. ერთი ბათუმელი აქეთ, მეორე ბათუმელი აქეთ. ფაქტიურად ორ ზღვაშუა მიმყავს გადაცემა. კი ბატონო, ეხლა რა მინდა კიდევ გითხრათ. ძალიან ბევრი პროფესიები ეხლა მე უნდა ჩამოგითვალოთ სხვათა შორის, იმიტომ რომ ამის ზეპირად სწავლა შეუძლებელი იყო. დიზაინერი, მხატვარი, მომღერალი, კომპოზიტორი, მწერალი, ტელეწამყვანი, პოლიტიკოსი, პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, მსახიობობად შეითვისეთ ამ ბოლო დროს და რა მინდა ისი რას ვაკვირდები რომ თქვა, რომ ფაქტიურად ხელოვნების ინსტიტუტი მყავს დღეს სტუმრად. ყველა სფერო არის ფაქტიურად მოცული თქვენი პროფესიებით. და ისე სხვათა შორის ახლა ამდენი პროფესია რომ გაქვთ, აი ერთმანეთთან კამათით უმოსდით ხოლმე თქვენ სხვადასხვა პროფესიას. რამე კონფლიქტი არ არიან ერთმანეთთან. ჩემი ხუმრობა ახლა გამოფენა მქონდა ამასინად 1 მაისს. რესტორნის ფული არ მქონდა ახლა იმდენი ზვაკაცი მყავს და ნუ ფეხზე იდგენ ალა ფურშეტი და ჩემი ნახატები იყო მხატვართა კავშირში. მაშინ მე ვიყავი მხატვარი, აი მის თქმა მინდა. კი ბატონო. ნახატები გადავიტანე მხატვრის ისა მხატვრები მოვიწვიე და ხოლოდ ამაზე ვსაუბრობდი. როცა მწერლებთან ვარ, მარტო მწერალი ვარ. აი ესე ვცხოვრობ რამდენიმე ცხოვრებით. ძალიან საინტერესოა. ახლა თქვენთან იუმორისტი ვარ. ასე. რაღაცა პროფესიას მოგიგონებთ. მე და შენ ხანდახარ რომ ვსვამთ, მაშინ ლოთები ვართ. ხო და მალავდი ამბავს. მრავალფეროვანი ცხოვრება გვაქვს. ისე წეგან საუბრობდით რომ აი გამოფენა გქონდათ და ეხლა რაღაცა სიმღერის მიმართულებით რამე სიახლეს ხომ არ ველოდებით? ეს კონცერტი ჩაფიქრებული მაქვს, რა ვიცი რომ დავიბადე არ გეტყვი, მაგრამ ერთი 20 წლის რო ვიყავი, უკვე ჩაფიქრებული მქონდა 70 წლის რო გავხდები. გაიქნება თუ. ესე აი ხნის ნამუშევარ და ნაფიქრი კონცერტის ნახვა მოგვიწევს, როდის ჩვენ შევიკრიბეთ ძველები, ხო იცი? კი ბატონო. გვაშალი, აბეშავი. შესანიშნავი შვიდეული, ხო? ურაცის ხარიძე ესა. ხო და მე ცოტათი უმცროსი ვარ და სანო ყავს დრამერად. და რა ვიცი, სტუდია გვეხმარება და რეპეტიციობთ. ეხლა რომ ცოცხლად დაუკრათ ეს ჩემი ხიტები. ძალიან მაგარი კონცერტი იქნება, დარწმუნებული ვარ, ანუ ის იქნება 17 პატიჟებთ, რა თქმა უნდა, თუ გეცნობ. 17 მაისს ხო რომ დავანონსოთ ფილარმონიაში. მაშინ პატარა რეპეტიცია დღეს გავიაროთ მაშინ ამ სიმღერის და სიამოვნებით. რადგან ისერა დეპუტატური. კი ბატონო, მაშინ ვიმღეროთ, ოღონდ კარგად ვიმღეროთ, ისე რა არა. ეს ჩაწყობილი არ იყო, ისე გამოვიდა. ხო და ძალიან კარგი მე. Isera, esets isera simghera. Isera, esets isera simghera.
ჟადოსნურია სიტყვები ყველა მაგრამ მაგიურ გამოთქმებს შორის უძველესია სიტყვა ისე რა პირველ ყოფილი დროიდან მოდის ისე რა ესეც ისე რა სიმღერა ისე რა ესეც ისე რა სიმღერა ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს აი უდავო მისი ღირსება ისე რა მთვარე ისე რა ქუჩა ისე რა გოგო ბიჭიც ისე რა ესეც ისე რა სიმღერა ისე რა ესეც ისე რა სიმღერა ასე ისე რა და გვაქვს დარდები ისე რა გრძნობით გული ივსება მოდით სულ ყველა ვიხოთ კარგები რომ არ დაგვარქვათ კაცი ისე რა ესეც ისე რა სიმღერა 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 ველის გუმარი იყო ყველასათვის უსაყვარლესი ნუგზარ ერგემლიძე დიდი მადლობა მოწვევის